ქრისტეს შობამდე 800 წლით ადრე არსებობდა ქალაქი, რომლის სახელის გაგონებაზეც მეფეები თრთოდნენ. მეტროპოლია ისეთი ვრცელი, რომ მის ფეხით გადაკვეთას 3 დღე სჭირდებოდა. დედაქალაქი ისეთი ძლიერი, რომ ცნობილ სამყაროს რკინის ხელით მართავდა. ცივილიზაცია ისეთი გარყვნილი, რომ სისასტიკე ხელოვნებად აქცია, ხოლო ავხორცობა რელიგიად. მისი სახელი ძველი ისტორიის დერეფნებში სიკვდილის განაჩენივით ჟღერდა. ნინევე. და სწორედ იქ გაგზავნა ღმერთმა ერთი უიარაღო კაცი სინანულის საქადაგებლად. სანამ ვიდეოს გავაგრძელებდეთ, გსურთ გააძლიეროთ თქვენი სალოცავი ცხოვრება და ასევე დაეხმაროთ ჩვენს არხს ზრდაში. მოვამზადე მასალა 50-ზე მეტი სპეციალური ლოცვით თქვენს წარსაძღოლად. დააცკაპუნეთ აღწერაში მოცემულ ბმულზე და დაეხმარეთ ჩვენს პროექტს ქრისტეს სიტყვის გავრცელებაში. ნინევე მხოლოდ დიდი არ იყო. ის ანტიკური ხანის ყველაზე საშინელი იმპერიის დედაქალაქი იყო. ასურეთის იმპერია აკონტროლებდა ტერიტორიას, რომელიც გადაჭიმული იყო ეგვიპტიდან სპარსეთის მთებამდე, ხმელთაშუა ზღვიდან სპარსეთის ყურემდე. და ამ ტერორის იმპერიის ნერვულ ცენტრში ფეთქავდა ქალაქი, რომელმაც ძალადობა სახელმწიფო პოლიტიკად აქცია, ხოლო სიამოვნება რელიგიურ დოქტრინად. წინასწარმეტყველი ნაუმი მას სისხლიან ქალაქს უწოდებდა. ეს შემთხვევითი არ იყო. ასურეთის სასახლეებში გამოკვეთილი რელიეფები, რომელთაგან ბევრი დღემდე შემორჩა და ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი, აჩვენებს სცენებს, რომლებიც ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს თვალს არიდებინებდა. სარზე გასმული ტყვეები, ჯერ კიდევ ცოცხლები, უკვე ამპუტირებული ხელებითა და ფეხებით. მოკვეთილი თავების პირამიდები დაპყრობილი ქალაქების წინ. ადამიანები, რომლებსაც ცოცხლად ატყავებენ, სანამ ასურელი მწერლები მეთოდურად ითვლიან გვამებს. ბავშვები, დაწვულნი როგორც შესაწირავი. ორსული ქალები, რომლებსაც მუცლებს უფატრავენ. ამოგლეჯილი ენები. დათხრილი თვალები. მოჭრილი ყურები. და ეს ყველაფერი არ იყო ასურელების სამარცხვინო საიდუმლო. ეს იყო ოფიციალური პროპაგანდა. მეფე ასურნასირ ფალეემ, რომელიც მართავდა ქრისტეს შობამდე 883-დან 859 წლამდე, საკუთარ მონუმენტებზე შემდეგი სიტყვები დატოვა ამოტვიფრული: მე გავატყავე იმდენი დიდებული, რამდენიც ჩემს წინააღმდეგ აჯანყდა და მათი ტყავები გვამების გროვებზე გადავფინე. ზოგიერთი მათგანი მათსავე ქალაქების წინ სარზე გავასვი. სხვა სამეფო ჩანაწერი აღწერს, თუ როგორ აიძულებდნენ ტყვეებს საკუთარი მშობლების ძვლების დაფქვას, როდესაც კისერზე საკუთარი ძმების მოკვეთილი თავები ჰქონდათ ჩამოკიდებული. მეფე სინაქერიბი ტრაბახობდა, რომ მისი ცხენები სისხლის ისეთ ღრმა მდინარეებში დააბიჯებდნენ, რომლებიც ცხოველების მკერდამდე აღწევდა. ის აღწერდა, თუ როგორ ამოგლიჯა მტრებს სათესლე ჯირკვლები, როგორც ზაფხულის კიტრიდან თესლები. ეს არ იყო ომის შემთხვევითი სისასტიკე. ეს იყო სისტემატიზებული ტერორი. ასურელებმა აღმოაჩინეს ის, რისი გამეორებასაც გვიანდელი იმპერიები შეეცდებოდნენ, შიში უფრო იაფია, ვიდრე მუდმივი ჯარი. თუ აბსოლუტური სისასტიკის რეპუტაცია წინ უსწრებს თქვენს ჯარებს, ბევრი ქალაქი პირველი ისრის გასროლამდე დანებდება. ამიტომ ასურელები მხოლოდ კი არ სჩადიოდნენ სისასტიკეს, არამედ მათ დოკუმენტირებასაც ახდენდნენ. კვეთდნენ ქვაზე. გამოფენდნენ თავიანთ სასახლეებში. გზავნიდნენ მაცნეებს მეზობელ ხალხებთან იმის მოსაყოლად, თუ ზუსტად რა ემართებოდათ მათ, ვინც წინააღმდეგობას გაბედავდა. მაგრამ ნინევე მხოლოდ ომის მანქანა არ იყო. ის ასევე იყო იმ რელიგიურობის ცენტრი, რომელიც ნებისმიერ ღვთისმოსავ ებრაელს შეადრწუნებდა. ქალაქის გულში აღმართული იყო იშთარის ტაძარი, ქალღმერთისა, რომელსაც ნინეველები ყველა სხვაზე მეტად სცემდნენ თაყვანს. იშთარი იყო შემაშფოთებელი წინააღმდეგობების ღვთაება. სიყვარულისა და ომის ქალღმერთი ერთდროულად. ნაყოფიერებისა და განადგურების. სექსუალობისა და სიკვდილის. მას ხან მაცდუნებელ ქალად გამოსახავდნენ, ხან კი წვერიან მეომრად. ეს მიზანი მართული ორაზროვნება ასურულ მსოფლმხედველობას ასახავდა. არ არსებობდა ზღვარი წმინდასა და უწმინდურს შორის, ექსტაზსა და ძალადობას შორის, ტაძარსა და საროსკიპოს შორის. იშთარის კულტი მოიცავდა პრაქტიკებს, რომლებიც ნებისმიერ ღვთისმოსავ ისრაელიტს სამოსელს შეაზიზღებდა და შეაძრწუნებდა. ქალღმერთისადმი მიძღვნილი ქურუმები სექსუალურ რიტუალებში მონაწილეობდნენ, როგორც თაყვანისცემის ფორმაში. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელიც რამდენიმე საუკუნის შემდეგ წერდა, იტყობინებოდა, რომ ყველა ბაბილონელი ქალი ვალდებული იყო, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოცხადებულიყო იშთარის ტაძარში და საკუთარი სხეული უცნობისთვის შეეთავაზებინა, როგორც რელიგიური ერთგულების აქტი.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ისტორიკოსები კამათობენ ამ პრაქტიკების ზუსტ დეტალებზე, ტექსტური და არქეოლოგიური მტკიცებულებები ადასტურებს, რომ რიტუალური სექსუალობა მესოპოტამიური ქალღმერთების კულტის განუყოფელი ნაწილი იყო. იშთარისადმი მიძღვნილი უძველესი ჰიმნები აშკარად აღნიშნავდნენ კულტურულ პროსტიტუციას. ქალები, რომლებიც ტაძარში მსახურობდნენ, არ ითვლებოდნენ მარგინალებად ან დეგრადირებულებად. პირიქით, მათ არ იქონდნენ როგორც შუამავლებს ღვთაებრივსა და ადამიანურ შორის არხებს, რომელთა საშუალებითაც ქალღმერთის განაყოფიერების ენერგია მიედინებოდა მიწასა და ხალხში. მათ შეეძლოთ ქონების მემკვიდრეობით მიღება, ბიზნესის წარმოება და პოლიტიკური გავლენის მოხვეჭა. ნინევეში ავხორცობა ცოდვა არ იყო. ის იყო საიდუმლო. გარდა ამისა, იშთარის კულტი იზიდავდა ადამიანებს, რომლებიც არ ღვევდნენ დადგენილ გენდერულ ნორმებს. ქურუმები, რომლებიც ცნობილნი იყვნენ როგორც გალას და იღებდნენ ქალურ მახასიათებლებს, ტაძრებში მსახურობდნენ და გოდებებს მღეროდნენ იმ დიალექტებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ქალების მეტყველებისთვის იყო განკუთვნილი. ზოგიერთი მკვლევარი ამ პირებს თანამედროვე ინდოეთის ჰიჯრებს ადარებს. აქადურ ჰიმნში იშთარი აღწერილია როგორც ძალის მქონე, რომ მამაკაცები ქალებად აქციოს. ქალღმერთის ტაძარი იყო სივრცე, სადაც საზღვრები მამაკაცურსა და ქალურს შორის, წმინდასა და ეროტიკულს შორის, წესრიგსა და ქაოსს შორის განზრახ იშლებოდა. მაგრამ ნინევეს გარყვნილება ტაძრებს სცილდებოდა. სამეფო სასახლეები თითქმის წარმოუდგენელი პროპორციების ნაგებობები იყო. სინაქერიბის უზადო სასახლეს დაახლოებით 180 მეტრი 190 მეტრზე იყო. ის შეიცავდა სულ მცირე 80 ოთახს და მის კედლებზე გამოკვეთილი ყველა რელიეფის სწორ ხაზზე რომ განლაგებულიყო, თითქმის 3 კილომეტრზე გადაიჭიმებოდა. ეს რელიეფები მხოლოდ ომის სცენებს არ აჩვენებდა. ისინი აჩვენებდნენ მეფის სიამოვნებებს. აყვავებული ბაღები, რომლებიც ირწყვებოდა აკვედუკების სისტემით, რომლებსაც წყალი 60 კილომეტრზე მეტი მანძილიდან მოჰქონდათ. ნადიმები, სადაც საჭმელი და ღვინო დაუსრულებლად მოედინებოდა. ლომებზე ნადირობა, სადაც მონარქი თავის ვაჟკაცობას ავლენდა მხეცების შუბით განგმირვით, სანამ კარისკაცები ტაშს უკრავდნენ. ზოგიერთ მკვლევარს სჯერა, რომ ცნობილი დაკიდებული ბაღები, რომლებიც ტრადიციულად ბაბილონს მიეწერება, სინამდვილეში ნინევეში იყო, სინაქერიბის მიერ აშენებული. ეგზოტიკური მცენარეულობით დაფარული ხელოვნური ტერასები, შორეული ქვეყნებიდან ჩამოტანილი არომატული ხეები, ყველაფერის ყვავილები, რომლებიც ირწყვებოდა გენიალური ჰიდრავლიკური სისტემებით. სიამოვნების ხელოვნური მთა მესოპოტამიის უდაბნოს შუაგულში. ადამიანური ძალაუფლებით შექმნილი ედემი. ასურბანიფალის სინაქერიბის შვილიშვილის ბიბლიოთეკა 30,000-ზე მეტ ლურსმულ ფირფიტას შეიცავდა. ეს იყო ანტიკური სამყაროს ცოდნის უდიდესი კოლექცია. ტექსტები ასტრონომიაზე, მათემატიკაზე, მედიცინაზე, ლიტერატურაზე, მაგიაზე, მკითხაობაზე. ასურელები არ იყვნენ გაუნათლებელი ბარბაროსები. ისინი იყვნენ დახვეწილნი, განათლებულნი, რაფინირებულნი თავიანთ სიამოვნებებში ისევე, როგორც თავიანთ სისასტიკეში. და შესაძლოა, ეს ყველაფერს კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდიდა. სწორედ ამ ადგილას უბრძანა ღმერთმა იონას წასვლა. ბიბლიური ტექსტი სიტყვებში მომჭირნეა, მაგრამ შედეგებში დამანგრეველი. ადექი წადი დიდ ქალაქ ნინევეში და იქ ადაგე მის წინააღმდეგ, რადგან მათმა ბოროტებამ ჩემამდე მოაღწია იონა 1:2. ბოროტებამ. ებრაულად სიტყვა რა, რაც შეიძლება ნიშნავდეს ბოროტებას, სიმხეცეს, უბედურებას, კატასტროფას. ნინევეს ბოროტება ზეცამდე ავიდა როგორც სიმღრალე. ღმერთს აღარ შეეძლო მისი იგნორირება. იონამ ზუსტად იცოდა, რას ნიშნავდა ეს მოწოდება. ის არ იყო გაუნათლებელი კაცი. ის იყო ისრაელში აღიარებული წინასწარმეტყველი, რომელიც მეფეთა მეორე წიგნის 14:25-ში მოიხსენიება, როგორც მეფე იერობოამ ის დროს ტერიტორიული გაფართოების წინასწარმეტყველი. იონამ იცოდა ამბები, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოდიოდა. იცოდა, რას უშვებოდნენ ასურელები დაპყრობილ ხალხებს. იცოდა, რომ ისრაელის მთელი ტომები უკვე დეპორტირებული იყო ტიგლათ-ფილესერ-ის მიერ. იცოდა, რომ ისრაელიტი ქალები გააუპატიურეს, ისრაელიტი ბავშვები დახოცეს, ისრაელიტი მამაკაცები კი ნინევეს ჯარებმა ცოცხლად გასვეს სარზე. და ახლა ღმერთს სურდა, რომ ის წასულიყო და ამ მონსტრებისთვის ეკადაგა. წარმოიდგინე თავი იონას ადგილას ერთი წუთით. წარმოიდგინე, რომ ხარ ებრაელი ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნეში. შენი წინაპრები გიყვებოდნენ ისტორიებს ეგვიპტიდან გამოსვლაზე, იმაზე, თუ როგორ იხსნა ღმერთმა თავისი ხალხი მონობისგან. შენი მთელი იდენტობა აგებულია იდეაზე, რომ ისრაელი არის რჩეული ხალხი, გამოყოფილი ერებისგან, წმინდა უფლისთვის.
და შემდეგ მოდის ამბები ჩრდილოეთიდან. ასურელები მოდიან და მათთან ერთად მოდის საშინელებათა ცნობები, რომლებიც კოშმარებიდან ამოსულს ჰგავს. მთელი სოფლები ამოწყვეტილია. მოსახლეობა გადასახლებაშია წაყვანილი. აღთქმულ მიწას ნაწილ-ნაწილ ყლაპავს ტერორის იმპერია. ქრისტეს შობამდე 734-სა და 722 წლებს შორის ასურელებმა მთლიანად დაიპყრეს ისრაელის ჩრდილოეთ სამეფო. მათ 27,000-ზე მეტი ისრაელიტის დეპორტაცია მოახდინეს, თავად ასურული ჩანაწერების მიხედვით. ჩრდილოეთის 10 ტომი გაქრა ისტორიიდან და იქცა ისრაელის ცნობილ და კარგულ ტომებად. წინასწარმეტყველი ოსია აღწერდა მომხდარს, სამარია განადგურდება, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან, მათი ჩვილები დაინარცხებიან და მათ ორსულ ქალებს მუცლები გაეფატრებათ. ოსია 13:16. იონას სავარაუდოდ ხედავდა ჩრდილოეთიდან მომავალ ტოლვილებს. ისმენდა მათ მონაყოლს პირველ წყაროდან. შესაძლოა პირადად იცნობდა ადამიანებს, რომლებმაც მთელი ოჯახები დაკარგეს ასურული სისასტიკის გამო. და ახლა ღმერთი ეუბნებოდა მას, წადი ამ მკვლელების დედაქალაქში და უქადაგე მათ. იონას რეაქცია ადამიანური თვალსაზრისით გასაგებია. ის გარბის. იაფოში ჯდება გემზე, რომელიც თარშიშისკენ მიემართება სავარაუდოდ ესპანეთის სანაპიროზე, ნინევეს საპირისპირო მიმართულებით ცნობილი სამყაროს ყველაზე შორეულ წერტილში. თუ ნინევე აღმოსავლეთით იყო, იონა უკიდურეს დასავლეთში წავიდა. თუ ღმერთს სურდა, რომ ის დაახლოებით 800 კილომეტრის დაშორებით წასულიყო ერთი მიმართულებით, იონა ათასობით კილომეტრს მიცურავდა მეორე მიმართულებით. მაგრამ იონას გაქცევა მხოლოდ სიმხდალე არ იყო. წიგნის მეოთხე თავი ამჟღავნებს რაღაც ბევრად უფრო შემაშფოთებელს მისი მოტივების შესახებ. მას შემდეგ რაც იონა ბოლოს დაემორჩილება, მას შემდეგ რაც გაივლის იმ სამდღიან გზას ნინევეს ქუჩებში და აცხადებს, კიდევ 40 დღე და ნინევე დაინგრევა, ხდება ისეთი რამ, რისი მოწმეც არც ერთი ისრაელიტი წინასწარმეტყველი არ ყოფილა. მთელი ქალაქი ინანიებს. დიდიდან პატარამდე ყველა ძაძებს იცვამს. ცხოველებიც კი მარხულობენ. თავად მეფე ჩამოდის ტახტიდან, იხდის სამეფო სამოსს, ნაცარსიყრის და საყოველთაო მარხვას აცხადებს. და ღმერთი დაინახავს რა გულწრფელ სინანულს, გადაწყვეტს არ გაანადგუროს ქალაქი. იონას რეაქცია ამ შემოbrunებაზე ფეთქებადია. ეს ძალიან ეწყინა იონას და განრისხდა იონა 4:1. აქ გამოყენებული ებრაული ზმნა ჩერახ აღნიშნავს მცველ რისხვას, სიმხურვალეს, რომელიც გწვავს. იონა ბრაზისგან იწვის. და შემდეგ ის ამჟღავნებს იმას, რაც თავიდანვე ჰქონდა გულში, ოჰ, უფალო. განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ვიყავი? ამიტომაც ვიჩქარე თარშიში გაქცევა, რადგან ვიცოდი, რომ შენ ხარ მწყალობელი და შემბრალებელი ღმერთი, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე, რომელიც ნანო ბოროტების ქმნას. იონა 4:2. წაიკითხე ეს სიტყვები კიდევ ერთხელ. იონა თეოლოგიურად იცნობდა ღვთისთვისებებს. იცოდა, რომ უფალი მოწყალე იყო. და სწორედ ეს იყო პრობლემა. იონა იმიტომ კი არ გაიქცა, რომ ნინევეში უარყოფის ეშინოდა. იმიტომ კი არ გაიქცა, რომ მარცხის ეშინოდა. ის გაიქცა, რადგან წარმატების ეშინოდა. იცოდა, რომ თუ იქადაგებდა, ნინეველებმა შესაძლოა მოინანიონ. და თუ მოინანიებდნენ, ღმერთი მათ აპატიებდა. იონას კი არ სურდა, რომ მათთვის ეპატიებინათ. მას მათი განადგურება სურდა. ახლა კი, უფალო, ამომართვის სული, რადგან სიკვდილი მირჩევნია სიცოცხლეს. იონა 4:3. ბიბლიაში პირველად წინასწარმეტყველი სიკვდილს ითხოვს არა იმიტომ, რომ მას დევნიან, არა იმიტომ, რომ მსახურებით დაიღალა, არა იმიტომ, რომ მისიაში ჩავარდა, არამედ იმიტომ, რომ მისმა მისიამ ზედმეტად დიდი წარმატება მოიპოვა. იონა სიკვდილს ამჯობინებს ცხოვრებას სამყაროში, სადაც ასურელებს აპატიეს. და ფიქრდი, რა ხდება აქ? ღვთისკაცი მოწოდებული წინასწარმეტყველი, ვინც პირადად გამოსცა და სასწაულებრივი ხსნა დიდი თევზის მუცელში, ისეა სიძულვილით შეპყრობილი, რომ სიკვდილი სურს. იგივე კაცი, რომელიც გადარჩენისთვის ლოცულობდა, როცა ზღვაში იძირებოდა, ახლა სიკვდილისთვის ლოცულობს, რადგან მისი მტრები გადარჩნენ. ღმერთი უსვამს მარტივ კითხვას, მართებულია შენი ასეთი განრისხება? იონა 4:4. იონა არ პასუხობს. არ არსებობს პასუხი, რომელიც მას გაამართლებდა. ამის ნაცვლად ის გადის ქალაქიდან, აშენებს ფაცხას აღმოსავლეთ მხარეს, საიდანაც შეუძლია ნინევეს თვალი ადევნოს და ჯდება მოლოდინში. რის მოლოდინში?
შესაძლოა კვლავ გულში იმედოვნებს, რომ ნინეველები სინანული არ არის გულწრფელი, რომ ისინი დაუბრუნდებიან ძველ გზებს, რომ ღმერთი მაინც ჩამოავლენს ზეციდან ცეცხლს იმ საზარელ ქალაქზე. და შემდეგ ღმერთი ამზადებს თვალსაჩინო გაკვეთილს. ის ზრდის მცენარეს, რომელიც ჩრდილს აძლევს იონას და იცავს მას მესოპოტამიის უდაბნოს მცხუნვარე მზისგან. იონა უზომოდ მადლიერია ამ მცენარისთვის. მეორე დღეს ღმერთი ამზადებს მატლს, რომელიც მცენარეს ღრნის და ისხმება. ძველი აღმოსავლეთის ქარი ქრის, მზე იონას თავს დასცხუნებს და ის კვლავ სიკვდილს ნატრობს. სიკვდილი მირჩევნია სიცოცხლეს. იონა 4:8. ღმერთი კვლავ ეკითხება, მართებული იყო შენი განრისხება მცენარის გამო, და იონა პასუხობს ისეთი თავხედობით, რაც კომიკური იქნებოდა, ტრაგიკული რომ არ იყოს, მართებული იყო ჩემი განრისხება სიკვდილამდე. იონა 4:9. და შემდეგ მოდის წიგნის ბოლო სიტყვები, ღვთის სიტყვები, რომლებიც ჰაერში რჩება როგორც მარადიული გამოწვევა, შენ გენანება მცენარე, რომლისთვისაც არ გიშრომია და რომელიც არ გაგიზრდია, რომელიც ერთ ღამეში გაიზარდა და ერთ ღამეში დაჩქნა. მე კი არ უნდა შევიბრალო დიდი ქალაქი ნინევე, სადაც 120,000-ზე მეტი ადამიანია, რომელთაც ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ მარჯვენა და მარცხენა ხელი, და სადაც ამდენი პირუტყვია. იონა 4:10-11. 120,000 ადამიანი, რომლებმაც არ იციან მარჯვენასა და მარცხენას გარჩევა. მკვლევართა უმეტესობას ეს ესმის, როგორც მინიშნება პატარა ბავშვებზე, რაც გულისხმობს მთლიან მოსახლეობას დაახლოებით 600,000 ადამიანის ოდენობით. ადამიანთა მთელი ქალაქი. ღვთის ხატად შექმნილნი, რაც არ უნდა შებღალული ყოფილიყო ეს ხატი. ადამიანები, რომლებიც ღვთიური ხედვით იყვნენ როგორც დაკარგული ბავშვები, რომლებსაც არ შეეძლოთ კეთილისა და ბოროტის გარჩევა, რადგან არასოდეს ცოდნიათ სხვა რამ, გარდა იმ სისასტიკისა და კერპთაყვანისცემისა, რომელშიც დაიბადნენ. იონას წიგნი ასე მთავრდება გადაწყვეტის გარეშე. ჩვენ არ ვიცით, გაიგო თუ არა იონამ საბოლოოდ გაკვეთილი. არ ვიცით, შეიცვალა თუ არა მისი გული. ტექსტი გვტოვებს ღვთის კითხვით, რომელიც ჩვენს ყურებში ჟღერს, შენ კი ვინ გებრალება? მაგრამ შესაძლოა მთელ ამ ისტორიაში ყველაზე შემაშფოთებელი ის იყოს, რაც შემდეგ მოხდა. ნინევემ მოინანია. გულწრფელად სულ მცირე ერთი თაობის განმავლობაში. მაგრამ სინანული არ გაგრძელებულა. შვილებმა დაივიწყეს მშობლების ცრემლები. შვილიშვილები დაუბრუნდნენ ძველ გზებს. რამდენიმე ათწლეულში ასურელები კვლავ იპყრობდნენ, ახდენდნენ დეპორტაციას, სვამდნენ სარზე, ატყავებდნენ. ქრისტეს შობამდე 722 წელს, იონას ქადაგებიდან დაახლოებით 40 წლის შემდეგ, ასურელებმა მთლიანად გაანადგურეს ისრაელის ჩრდილოეთ სამეფო. 10 ტომი გაქრა. ოსიას წინასწარმეტყველების შიშები ახდა. და შემდეგ ქრისტეს შობამდე 612 წელს, ბაბილონელებისა და მიდიელების კოალიციამ ალყა შემოარტყა ნინევეს. სასტიკი ალყის შემდეგ ქალაქი, რომელიც სამყაროს აზარზარებდა, აღებულ იქნა. სახლ-სახლ, ქუჩა-ქუჩა წინ მიიწევდნენ დამპყრობლები. არქეოლოგებმა მთელ ქალაქში იპოვეს დაუმარხავი ჩონჩხები, საბოლოო ხოცვა-ჟლეტის მტკიცებულება. უზადო სასახლე გაძარცვეს და გადაწვეს. დაკიდებული ბაღები განადგურდა. იშთარის ტაძრები მიწასთან გაასწორეს. რამდენიმე თაობაში ნინევეს სუსტი ადგილმდებარეობაც კი დავიწყებას მიეცა. ანტიკური სამყაროს უდიდესი ქალაქი იქცა ნანგრევების გროვად, რომელსაც ადგილობრივები უბრალოდ ბორცვს უწოდებდნენ. ბერძენმა ფილოსოფოსმა ქსენოფონტე მის ნანგრევებს ისე ჩაუარა, რომ არც კი იცოდა, რა ყოფილიყო იქ ადრე. წინასწარმეტყველმა ნაუმმა ზუსტად ესი წინასწარმეტყველა, ნინევე ჰგავს აუზს, რომლის წყლებიც გარბიან. გაჩერდით. გაჩერდით. ყვირიან, მაგრამ უკან არავინ იხედება. გაძარცვეთ ვერცხლი. გაძარცვეთ ოქრო. საგანძურს ბოლო არ უჩანს, ყველა ძვირფასი ნივთის სიმრავლეა. განადგურებულია, გაპარტახებულია, დაცარიელებულია. გულები დნება, მუხლები თრთის, ტკივილია ყველა წელში, ყველას სახე გაფითრებულია. ნაუმი 2:8. სოფონიამი წინასწარმეტყველა, გაიცვლის ხელს ჩრდილოეთისკენ და დაღუპავს ასურეთს, ნინევეს უდაბნოდ აქცევს, ხმელეთად როგორც უდაბნოა. სოფონია 2:13. წინასწარმეტყველებები გამაოგნებელი სიზუსტით შესრულდა. ქალაქი, რომელმაც სამყარო შეაძრწუნა, ისე მთლიანად აღიგავა პირისაგან მიწისა, რომ 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკვლევარები კამათობდნენ, მართლა არსებობდა თუ არა ის, თუ უბრალოდ ლეგენდა იყო. მხოლოდ მე-19 საუკუნეში, როდესაც ბრიტანელმა და ფრანგმა არქეოლოგებმა დაიწყეს კუიუნჯიკისა და ნები იუნუსის ბორცვების გათხრა, ნინევეს საგანძური და საშინელებები ხელახლა იქნა აღმოჩენილი. და შემდეგ ჩნდება გარდაუვალი კითხვა,
რა იყო ნინევეს დროებითი სინანულის მიზანი. თუ ქალაქი მაინც განადგურდა, თუ ის დაუბრუნდა თავის ძველ გზებს, თუ ისტორია ცეცხლითა და ნანგრევებით დასრულდა, რატომ გაგზავნა ღმერთმა იონა? რატომ მიანიჭა 40 წლის მადლი ხალხს, რომელიც ამ მადლს გაფლანგავდა? პასუხი: შესაძლოა არა ნინევეში, არამედ იონაშია. და არა მხოლოდ იონაში, არამედ თითოეულ ჩვენგანში. იონას წიგნი პირველ რიგში ნინევეს მოქცევაზე არ არის. ის არის იმ მოქცევაზე, რომელიც წინასწარმეტყველის გულში უნდა მომხდარიყო. ეს არის იმ რელიგიურობის სასტიკი მხილება, რომელიც ღმერთს თეოლოგიურად იცნობს, მაგრამ არ მონაწილეობს მის გულში. იონას შეეძლო ღვთიური თვისებების ჩამოთვლა, წყალობელი, შემბრალებელი, რისხვაგვიანი, მრავალმოწყალე. მაგრამ მას არ სურდა, რომ ეს თვისებები მის მტრებზე გავრცელებულიყო. ყველა რელიგიურ ადამიანში არსებობს საშიში ტენდენცია. ტენდენცია იმისა, რომ ღვთის მადლი მიიჩნიოს მწირ რესურსად, რომელიც ფრთხილად უნდა განაწილდეს და მხოლოდ ღირსეულთათვის იყოს დაცული. ტენდენცია იმისა, რომ ღვთიური არჩევა ტომობრივ ექსკლუზივიზმად აქციოს. ტენდენცია იმისა, რომ ვიზეიმოთ ჩვენ მიერ მიღებული წყალობა, მაშინ როცა სხვებისთვის შეთავაზებულ წყალობაზე ვბრაზობთ. იონა არის სარკე, სადაც ჩვენ საკუთარ სახეს ვხედავთ. იესო გამოიყენებდა იონას ისტორიას ისეთი გზებით, რაც მის თანამედროვეებს შეადრწუნებდა. ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და დაგმობენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით. და აჰა, აქ არის იონაზე დიდი მათე 12:41. წარმოიდგინე ამ სიტყვების გავლენა პირველი საუკუნის ფარისევლებისა და მწიგნობრების ყურებში. წარმართი კერპთაყვანისმცემლები, იშთარის თაყვანისმცემლები, გამოუთქმელი სისასტიკის ჩამდენი, იქნებოდნენ ისრაელის წინააღმდეგ ბრალმდებელი მოწმეების სამსჯავროს დღეს. რადგან როდესაც მათ მოისმინეს ღვთის სიტყვა, მოინანიეს. მაშინ როცა ისრაელი მთელი თავისი პრივილეგიებით სინანულზე უარს ამბობდა. იონას ნიშანი, თქვა იესომ, მიეცემოდა იმ თაობას. როგორც იონამ 3 დღე და 3 ღამე დაყო დიდი თევზის მუცელში, ისე კაცის ზედა ჰყოფდა 3 დღესა და 3 ღამეს დედამიწის გულში. ქრისტეს სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა იქნებოდა საბოლოო ქადაგება სამყაროსთვის. და ისინი, ვინც ამ მოწოდებაზე უარს იტყოდნენ, დაგმობილნი იქნებოდნენ ნინეველების მოწმობით, რომლებმაც გაცილებით ნაკლებით მოინანიეს. მაგრამ იონას ისტორიაში არის კიდევ უფრო ღრმა შრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჟღერს. იონა არის გარკვეული გაგებით, ანტიქრისტე. იქ, სადაც ქრისტემ თქვა, არა ჩემი ნება, არამედ შენი იყოს, იონა საკუთარ ნებას მანამ აწვებოდა, სანამ სიკვდილი არ ინატრა. იქ, სადაც ქრისტემ იტირა იერუსალიმზე, რადგან მას არ სურდა ეცნო მისი მონახულების ჟამი, იონა განრისხდა, რადგან ნინევე მიცნო. იქ, სადაც ქრისტე ლოცულობდა თავისი მტანჯველებისთვის ჯვარზე ყოფნისას, იონა იჯდა და ზეციდან ცეცხლს ელოდა თავისი მონანიებული მტრებისთვის. და მაინც იდუმალებით იონა ასევე მიანიშნებს ქრისტეზე. უნებლიე წინასწარმეტყველი, რომელიც ზღვის უფსკრულში ჩავიდა და 3 დღის შემდეგ აღდგა, არის წინასახე იმისა, ვინც სიკვდილის უფსკრულში ჩავიდოდა და აღდგებოდა წარმართებისთვის ხსნის მოსატანად. ის გზავნილი, რომლის წაღებაც იონას არ სურდა, ქრისტემ ნებაყოფლობით წაიღო. ის მოწყალება, რომლის გაცემაზეც იონამ უარი თქვა, ქრისტემ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გასცა. დღეს ნინევეს ნანგრევები ქალაქ მოსულის გარეუბანშია, ჩრდილოეთ ერაყში. იგივე ადგილი, რომელიც 28 საუკუნის წინ სამყაროს დედაქალაქი იყო, ახალი სისასტიკის სცენად იქცა, როდესაც ისლამურმა სახელმწიფომ დაიკავა რეგიონი 2014 და 2017 წლებს შორის. ბოევიკებმა გაანადგურეს ძველი გალავნის ნაწილები, აფეთქეს მონუმენტური ჭიშკრები, გაძარცვეს 1000-ლოვანი არტეფაქტები. მოსულის მუზეუმი განადგურდა. ასურული ქანდაკებები, რომლებმაც 1000 წლეულებს გაუძლეს, კამერების წინ ჩაქუჩებით დაამსხვრიეს. ძალადობა კვლავ სტუმრობს იმ მიწას. სისასტიკის ციკლი, რომელიც ასურელებმა სრულყვეს, კვლავ ბრუნავს. და ღვთის კითხვა იონასადმი კვლავ ჰაერშია გამოკიდებული თითოეული ჩვენგანისთვის, მე კი არ უნდა შევიბრალო, ნინევეს ავხორცობა მხოლოდ სექსუალური არ იყო. ეს იყო ძალაუფლების, დომინირების, სხვების ხარჯზე, სიმდიდრის უსასრულო დაგროვების ავხორცობა. ეს იყო იმ იმპერიის ავხორცობა, რომელიც დიდებულებას სისასტიკეში ურევდა, ხოლო კეთილდღეობას ექსპლუატაციაში. ეს იყო ავხორცობა, რომელიც ადამიანებს ნივთებად აქცევს, იქნება ეს სიამოვნებისთვის თუ წამებისთვის. და ეს ავხორცობა ნინევესთან ერთად არ მომკვდარა. მან მხოლოდ მისამართი შეიცვალა. ყველა ცივილიზაცია, რომელსაც ავიწყდება, რომ არსებობს ღმერთი ძალაუფლების, სიამოვნებისა და მოგების ღმერთებზე მაღლა, გარდაულად მიდის თავისი შინაგანი ნინევესკენ.
ყველა გული, რომელიც საკუთარ გადარჩენას ზეიმობს, მაშინ როცა თავისი მტრების დასჯას ნატრობს, იონას ცოდვას იმეორებს. ყველა რელიგიური სისტემა, რომელიც მადლს ისე ანაწილებს, თითქოს ის რამდენიმე რჩეულის კერძო საკუთრება იყოს, ღალატობს ღმერთს, რომელიც მზეს მართალთა და უსამართლოთა თავზე ერთნაირად ამოაბრწყინებს. იონამ საკუთარი სიკვდილი ინატრა, რადგან ვერ უძლებდა ცხოვრებას სამყაროში, სადაც ღმერთი უფრო მოწყალე იყო, ვიდრე მას მიაჩნდა, რომ ღმერთი უნდა ყოფილიყო. ეს არის შესაძლოა ყველა ცოდვაზე დიდი, გინდოდეს იყო სამართლიანობაზე უფრო სამართლიანი, სიწმინდეზე უფრო წმინდა, უფრო მკაცრი, ვიდრე ის, ვისაც არ სურს ბოროტის სიკვდილი, არამედ ის, რომ ბოროტი მოიქცეს და იცოცხლოს. ნინევეს ბნელი საიდუმლოებები ნინევესთან ერთად არ მომკვდარა. ისინი დამარხულია ყველა ადამიანის გულში. გათვლილი სისასტიკის უნარი. სხვა ადამიანების ჩვენი მიზნებისთვის საშუალებად ქცევის უნარი. ჩვენი სასახლეების და მარცხებულთა ძვლებზე აშენების ტენდენცია. რელიგიურობა, რომელიც ჩვენს საკუთარ ინტერესებს ემსახურება, მაშინ როცა ღმერთების სახელს მოუხმობს, ნებისმიერი ღმერთის, რომელიც ჩვენს მადას გაამართლებს. და მთელი ამ სიბნელის შუაგულში, ერთი კაცი გაიგზავნა იმ გზავნილის გამოსაცხადებლად, რომელიც მას თავად სძულდა. და ამ გზავნილმა იმუშავა. სულ მცირე, გარკვეული ხნით. სულ მცირე, ერთი თაობისთვის. სულ მცირე იმის საჩვენებლად, რომ ყველაზე გაქოვებული გულიც კი შეიძლება გატყდეს ღვთის სიტყვით. ნინევე აღარ არსებობს. მისი გალავანი ნანგრევების გროვაა. მისი სასახლეები ნანგრევებია, საიდანაც არქეოლოგები უძველესი ტერორის ფრაგმენტებს თხრიან. მისი იშთარის ტაძრები მტვერია. მისი დაკიდებული ბაღები აკადემიური ვარაუდებია. იმპერია, რომელმაც სამყარო შეაზანზარა, ისტორიის წიგნების სკოლიოა. მაგრამ ღმერთი, რომელმაც იონა გაგზავნა, კვლავ მეფობს. ღმერთი, რომელმაც იკითხა, მე კი არ უნდა შევიბრალო, კვლავ კითხულობს. მოწვევა სინანულისთვის კვლავ ღიაა. და კითხვა რჩება, ღვთიური მოწყალების წინაშე, რომელიც მიმართულია მათკენ, ვინც ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს, ვინც ყველაზე მეტად შეგურაცხო, ვინც ყველაზე მეტად გვატკინა, რას ვაკეთებთ. ვზეიმობთ ანგელოზებთან ერთად, რომლებიც ხარობენ ერთი მონანიებული ცოდვილის გამო? თუ ქალაქის გარეთ ვსხდებით, ვაშენებთ ჩვენს წყენის ფაცხებს და სიკვდილს ვინატრებთ, რადგან ვერ ვუძლებთ ღვთის გულუხობას. იონას არასოდეს უპასუხია. წიგნი სიჩუმეში მთავრდება. შესაძლოა იმიტომ, რომ პასუხის გაცემა იონას არ ევალებოდა. ეს თითოეული ჩვენგანის ვალია. ყოველი თაობის. ყოველი მომენტის, როდესაც ვდგებით იმ სკანდალური შესაძლებლობის წინაშე, რომ ღმერთს ჩვენი მტრები ისევე უყვარს, როგორც ჩვენ ვუყვარვართ. საბოლოოდ, ნინევეს ბნელმა საიდუმლოებებმა გამოავლინა ყველაზე ბნელი საიდუმლო, ის, რაც იმ წინასწარმეტყველის გულში ბინადრობს, რომელსაც სიკვდილი მირჩევნია თავისი მტრების პატიების ნახვას. და ეს საიდუმლო მხოლოდ იონას კუთვნილება არ იყო. ეს არის საიდუმლო, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვატარებთ. ჩრდილი, რომელიც მადლმა უნდა გაანათოს. ადამიანური სიამაყის უკანასკნელი ციხესიმაგრე, რომლის დაპყრობა მხოლოდ ღვთიურ სიყვარულს შეუძლია. ნინევე დაეცა. იონა მოკვდა. მაგრამ ღვთის კითხვა ათასწლეულების განმავლობაში ჟღერს და პასუხს ელოდება. და შესაძლოა ეს არის ყველაზე დიდი მოწყალება, რომ კითხვა კვლავ ისმება, რომ მოწვევა კვლავ ღიაა, რომ ყველაფრის შემდეგ, მთელი ავხორცობისა და მთელი სისასტიკისა და მთელი წყენისა და მთელი ურჩობის შემდეგ, კვლავ არსებობს ხმა, რომელიც კითხულობს უსაზღვრო მოთმინებით, მე კი არ უნდა შევიბრალო?